მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ გუგუნიშვილი და ეს არის ჩვენი ალგებრული ნაწილის მე-7 ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ წევრზე და ასევე მრავალ წევრზე. დავიწყოთ ერთ წევრის განმარტებით. ერთ წევრი ეწოდება რამდენიმე თანამამრავლის ნამრავს, რომელთაგან თითოეული არის ან რიცხვი, ან ცვლადი, ან ცვლადის ხარისხი მთელი დადებითი მარჩვენებლით. მაგალითად, დავწეროთ ერთ წევრი იქნება a კვადრატ b, ასევე ერთ წევრი იქნება x y კვადრატი, ასევე მინუს a b c და ასე შემდეგ. რაც შეეხება მრავალ წევრს, ის წარმოადგენს ერთ წევრების ჯამს. მაგალითად, თუ შევკრებთ ჩვენ ორ ერთ წევრს a კვადრატ b-ს, თუ დავუმატებთ x y კვადრატს, ეს უკვე იქნება მრავალ წევრი. დავწეროთ კიდევ ერთი მაგალითი, ვთქვათ 5a კვადრატ b კუბს, დავუმატოთ b-ს მეოთხე ხარისხი და დავუმატოთ x მე-7 ხარისხად. ესეც უკვე წარმოადგენს მრავალ წევრს. იმისათვის, რომ შევკრიბოთ მრავალ წევრი, აუცილებელია, რომ შევკრიბოთ ყველა ის ერთ წევრი, რომლისგანაც შედგენილია ეს მრავალ წევრი. მაგალითად, 5a-ს პლუს 2ab კვადრატს დავუმატოთ 3a პლუს 7ab კვადრატი. დავწეროთ, პირველ რიგში უნდა გავხსნათ ფრჩხილები. პირველი გადავა უცვლელად, ანუ 5a-ს პლუს 2ab კვადრატი. ვუმატებთ 3a-ს პლუსი პლუსთან ისევ მოგცემს პლუს და გვექნება პლუს 7ab კვადრატი. ახლა კი დავაჯგუფოთ ერთნაირი ერთწევრები. ეს არის 5a და 3a, ასევე ერთნაირია 2ab კვადრატი და 7ab კვადრატი. 5a-ს რომ დავუმატოთ 3a, ეს იქნება 8a, დავუმატოთ 2ab კვადრატს რომ დავუმატოთ 7ab კვადრატი, გვექნება 9ab კვადრატი. ამრიგად, ამონახსნი იქნება 8a-ს პლუს 9ab კვადრატი. მრავალ წევრი რომ გავამრავლოთ ერთ წევრზე, აუცილებელია, რომ მრავალ წევრის თითოეული წევრი გადავამრავლოთ ერთ წევრზე და შემდეგ უკვე დავწეროთ ნამრავლის სახით. მაგალითად, 2x-ი გავამრავლოთ x კვადრატს პლუს 2x პლუს 6-ზე. ეს იქნება აუცილებლად უნდა გაიხსნას ფრჩხილები. 2x-ი გადამრავლდეს ჯერ x კვადრატზე და გვექნება 2x კუბი დამატებული 2x-ი რომ გამრავლდება 2x-ზე, 2 2-ზე მრავლდება, იქნება 4, x-ის x-ზე ნამრავლი კი მოგცემს x კვადრატს და დავუმატებთ, ნიშანი უცვლელად გადადის, 2x-ი რომ გავამრავლოთ 6x-ზე, იქნება 12x. გადავიდეთ შემდეგზე, a გავამრავლოთ a-ს კუბს, დამატებული 2a, გამოკლებული 2. ეს იქნება ანალოგიურად ხსნით ფრჩხილებს. a გამრავლებული a კუბზე გვექნება a-ს მეოთხე ხარისხი, ნიშანი გადავა პლუსი პლუს a გამრავლებული 2a-ზე, ეს იქნება 2a კვადრატი, ნიშანი ამჯერად მინუსი გადავა, a გამრავლებული 2-ზე იქნება 2a. ამრიგად ამონახსნი გვექნება a-ს მეოთხე ხარისხს, დამატებული 2a კვადრატი და გამოვაკლოთ 2a. მრავალ წევრი რომ გავამრავლოთ მრავალ წევრზე, აუცილებელია, რომ ერთი მრავალ წევრის ყოველი წევრი გადავამრავლოთ მეორე მრავალ წევრის თითოეულ წევრზე და ჩავწეროთ ნამრავლის სტანდარტული სახით. მაგალითად, 2a პლუს 3, ეს მრავალ წევრი გავამრავლოთ მეორე მრავალ წევრზე, ანუ 2a მინუს 1-ზე. დავიწყოთ, გავხსნათ ფრჩხილები, ანუ პირველი მრავალ წევრის ყოველი წევრი გადავამრავლოთ მეორე მრავალ წევრის თითოეულ წევრზე. გვექნება 2a გამრავლებული 2a-ზე 4a კვადრატი, 2a რომ გავამრავლოთ მინუს 1-ზე, გვექნება მინუს 2a, დავუმატოთ 3 რომ გავამრავლოთ 2a-ზე, იქნება 6a, 3 რომ გავამრავლოთ მინუს 1-ზე, იქნება მინუს 3. როგორც ხედავთ, გვაქვს ერთნაირი წევრები, ანუ მინუს 2a და პლუს 6a. დავაჯგუფოთ 4a კვადრატს, მინუს 2a პლუს 6a იქნება პლუს 4a და მინუს 3 გადავა უცვლელად. მრავალ
მრავალწევრის წარმოდგენას ორი ან რამდენიმე მრავალწევრის ნამრავლის სახით მრავალწევრის მომრავლებად დაშლა ეწოდება. მაგალითად, დავშალოთ მომრავლებად 5x² + 5. როგორც ხედავთ, ორივე მრავალწევრში 5x არის საერთო. გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ 5x და ფრჩხილებში დაგვრჩება x + 1. რადგან 5x² რომ გავყოთ 5x-ზე იქნება x, 5x რომ გავყოთ 5x-ზე იქნება 1. მოდით დავშალოთ შემდეგი მრავალწევრიც და ეს იქნება ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ 7a კუბს, რადგან ორივეგან ეს ყველაფერი საერთოა და ფრჩხილებში დაგვრჩება 100 - 1. რადგან 7a ხარისხად 4 რომ გავყოთ 7a-ს კუბზე იქნება a, 7a კუბი რომ გავყოთ 7a კუბზე კი იქნება 1. თეორიული ნაწილის უკეთ გასაგებად გავაკეთოთ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი. დავიწყოთ მრავალწევრად წარმოვადგინოთ შემდეგი გამოსახულება. გავხსნათ ფრჩხილები, ანუ 4x-ი გავამრავლოთ 2x²-ზე, ეს იქნება 8x კუბი, დამატებული 4x-ი რომ გავამრავლოთ 5x-ზე, ეს იქნება 20x კვადრატი და გამოვაკლოთ 4x-ი რომ გავამრავლოთ -3-ზე, ეს იქნება -12x. გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე. გადავამრავლოთ სათითაოდ თითოეული მრავალწევრის თითოეული წევრი მეორე მრავალწევრის თითოეულ წევრზე. მაგალითად, 3b რომ გავამრავლოთ b²-ზე იქნება 3b კუბი minus 3b რომ გავამრავლოთ 6b-ზე ეს იქნება 18b კვადრატი minus -2 რომ გავამრავლოთ b²-ზე იქნება -2b კვადრატი -2 რომ გავამრავლოთ -6b-ზე ეს იქნება +12b. ეს უდრის. როგორც ხედავთ, გვაქვს ისევ ერთნაირი წევრები, დავწეროთ პირველი გადავიტანოთ უცვლელად 3b კუბს -18b კვადრატი -2b კვადრატი ეს იქნება -20b კვადრატი. და გადავიტანოთ უცვლელად ბოლო წევრი. ეს არის 12b. ახლა კი მომრავლებად დაშლა გავაკეთოთ საერთო მომრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანით. მაგალითად, დავიწყოთ პირველი გამოსახულებით, ეს არის ax დამატებული ay. გავიტანოთ საერთო მომრავლი, ეს იქნება ამ ფრჩხილებში დაგვრჩება x + y. როგორც ხედავთ, ax-ი გავყავით a-ზე და დაგვრჩა x-ი, ay გავყავით a-ზე და დაგვრჩა y. გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, ეს იქნება x-ი ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილებში დაგვრჩება აქაც x + y. x² რომ გავყავით x-ზე დაგვრჩა x-ი, xy რომ გავყოთ x-ზე დაგვრჩება მხოლოდ y. გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ 2x. ფრჩხილებში კი დაგვრჩება 4x² რომ გავყოთ 2x-ზე ეს იქნება 2x და დავუმატოთ 2xy რომ გავყოთ 2x-ზე დაგვრჩება მხოლოდ y. და გავაკეთოთ ბოლო გამოსახულება, ანუ ფრჩხილებს გარეთ როგორც ხედავთ, გასატანი იქნება x + y, რადგან ორივეში არის საერთო და გაგვაქვს პირდაპირ x + y. ფრჩხილებში კი ვრჩება მარტივად 5a - 3b. გავაგრძელოთ მაგალითები მომრავლებად დაშლაზე საერთო მომრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანით. როგორც ხედავთ, შემდეგ მაგალითში საერთო მომრავლი არის a-s + b-s + c. გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ a-s + b-s + c და ფრჩხილებში დაგვრჩება x ჯერ a + b + c რომ გავყოთ a-s + b-s + c-ზე დაგვრჩება მარტივად x-ი, გამოვაკლოთ y-ი და დავუმატოთ z. გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, ეს იქნება x + y-ის მეოთხე ხარისხს, რომ გამოვაკლოთ a გამრავლებული x + y-ის კუბზე. როგორც ხედავთ, აქაც საერთო მომრავლი არის x + y-ის კუბი და გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. x
plus y-ის მეოთხე ხარისხი რომ გავყოთ x plus y-ის კუბზე, დაგვრჩება x plus y-ის ერთი ხარისხი, რომელსაც ჩვენ ხარისხის სახით არ ჩავწერთ და დავწერთ მარტივად x plus y-ს ერთი ხარისხის გარეშე. მინუს გამრავლებული x plus y-ის კუბი რომ გავყოთ x plus y-ის კუბზე, დაგვრჩება ამრიგად ამონახს მიგვექნება x plus y-ის კუბი გამრავლებული x plus y-ს მინუს a-ზე. მეშვიდე ვიდეო ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.